საღამო მშვიდობის დღეს სამშაბათია თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობს გადაცემა Art Express-ი მე ხათუნა მანაგაძე ვარ და თქვენთან ერთად წარმოვადგენ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას რომელიც დღეს ხელოვნების სხვადასხვა სფეროში ხდება. ხელოვნების სფეროში კვლავ პროტესტია როგორც მოგეხსენებათ შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალურ უნივერსიტეტში განვითარდა ძალიან მძიმე მოვლენები სტუდენტების სწავლის გაგრძელებას გარკვეული საფრთხე ემუქრება თუმცა ჯერ კიდევ არის იმედი რომ სტატუსს შეჩერებული სტუდენტები აღდგებიან, დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს. ჩვენ მიყვებით ინფორმაციის მოწოდების პროცესს და თუ რაიმე ახალი მოხდა გადაცემის მსვლელობის მანძილზე, აუცილებლად შეგატყობინებთ. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელზეც საინფორმაციო გადაცემაშიც ისაუბრეს, გახლავთ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიმდინარე მოვლენები, როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი თორდიკე ბარამიძე, თეატრის მსახიობი, რომელიც ავადარი და ვერ მოახერხა სპექტაკლზე ჩამოსვლა, განთავისუფლდა სამსახურიდან, ასევე მსახიობების გარკვეული ნაწილი ხედავს საფრთხეს იმაში, რომ შეიძლება მალე მათაც იგივე ბედი ეწიონ. კიდევ შეგახსენებთ, რომ დღეს სპექტაკლი უნდა გაიმართოს, რომელშიც მსახიობი მეგი კობალაძე მონაწილეობს, ის ავადარი არის ბიულეტენზე და იმედი აქვს, რომ მისთვის ეს პრობლემა არ გახდება სამსახურის დაკარგვის მიზეზი. აქვე შეგახსენებთ, რომ ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა საკმაოდ ვრცელი წერილი Facebook გვერდზე, სოციალური ქსელიდან მაყურებელი ალბათ გაეცნო ამ წერილს, მე დეტალურად აღარ წავიკითხავ, მაგრამ აქ არის ახსნილი მათი დამოკიდებულება, თეატრის ადმინისტრაციის დამოკიდებულება და ცალსახად არის ნათქვამი, რომ ავადმყოფობა თუ ის ძალიან მძიმე არ არის, არ უნდა უშლიდეს ხელს მსახიობს სპექტაკლზე მოსასვლელად და ეს არ აძლევს მას უფლებას ჩაშალოს სპექტაკლი და ამისათვის აუცილებლად უნდა წარმოადგინოს მსახიობმა ცნობა იმის შესახებ, რომ მისი მონაწილეობა ამ სპექტაკლში საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ბუნებრივია აქ საუბარია იმაზე, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა აქვს მორალური, ეთიკური მსახიობს აუდიტორიის წინაშე. მე არ დავაკონკრეტებ ბევრ დეტალს, იმიტომ რომ ამაზე საკმაოდ ბევრი ისაუბრეს სხვადასხვა გადაცემებში, მაგრამ ვიტყვი ერთს. შემდეგი სამშაბათი ღია ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებისთვის, ვისაც აქვს სურვილი შეუძლია მობრძანდეს და გამოთქვას თავისი პოზიცია და ასევე შემდეგ სამშაბათს გადაცემაში ვიწვევთ გადაცემის უკაცრავად თეატრის მხატვრო ხელმძღვანელს ბატონ ალექსანდრე ქანთარიას, რომელიც უფრო დეტალურად გაგვაცნობს იმას, რა ხდება დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში. ასე რომ შემდეგი სამშაბათისთვის ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ ბათუმის თეატრის ადმინისტრაციასაც და მსახიობებს. ახლა ვაგრძელებთ გადაცემას. მსოფლიოში მრავალი ციებ-ცხელება გაგვიგია, განსაკუთრებით პოპულარული ოქროს ციებ-ცხელება იყო, მაგრამ მე პირადად ბრილიანტის ციებ-ცხელების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. არაფერი ვიცოდი იმის შესახებ, რომ მთელი მსოფლიოს ბრილიანტების გზა მიდის ანტვერპენში. სწორედ ანტვერპენის შესახებ და ანტვერპენის ბრილიანტების საგანძურის და მათი წარმოების შესახებ ჩვენმა კოლეგამ ნოე დუმბაძემ, გადაცემა ტელეპორტალის ავტორმა და წამყვანმა გააკეთა, მოამზადა თავის კოლეგებთან ერთად ძალიან საინტერესო ფილმი, რომელიც 4 გადაცემის სახით იქნება წარმოდგენილი აჭარის ტელევიზიით და მოგვიანებით უკვე მის სრულ ვერსიას ვიხილავთ, სად და როგორ და საერთოდ რა ხდება ამ ფილმში, ამის შესახებ ჩვენთან ერთად ნოე დუმბაძე ისაუბრებს. დიდი მადლობა. მადლობა ასევე შენ ხათუნა რომ დაინტერესდი და თქვენი გადაცემა დაინტერესდა ამ თემით. თვითონ გადაცემის იდეა წამოვიდა იქედან რომ გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე ჩვენ ვიკვლევთ ისეთ თემებს, რომელიც საზოგადოებისთვის არის საინტერესო, ცოტა რაღაც იდუმალი თემებთანაც არის დაკავშირებული და რაც მთავარია ამ თემაში უნდა იყოს ერთგვარი კონფლიქტი და სწორედ აი ესეთი კონფლიქტი დრამატურგიულ კონფლიქტს სხვა კონფლიქტებიც არის, რა თქმა უნდა, ბრილიანტებთან დაკავშირებით ძალიან აქტუალური, ასევე კრიმინალის თემას და ზუსტად ეს განყოფილებებად გვაქვს დალაგებული, ესე იგი, ანტვერპენი, როგორც უკვე ახსენე, არის მსოფლიო ბრილიანტების ცენტრი, სადაც მსოფლიოს ალმასების უმრავლესობა მიედინება ანტვერპენის პორტში, შემდეგ
ეს იქიდან მიდის ბრილიანტების მსოფლიო ცენტრში, სადაც 1 კვადრატულ კილომეტრზე არის განლაგებული დაახლოებით 2000-მდე კომპანია, რომელიც კომპანიის უმრავლესობა ადრე იყო ებრაელების ხელში, მათ შორის ქართველი ებრაელების ხელში არის დღესაც და სავაჭრო-უბანი ანტვერპენის მთლიანად ქართველი ებრაელების ხელშია. ეს იყო კიდე ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, რამაც განაპირობა ამ თემით დაინტერესება. ჩვენ ვესაუბრეთ იქ ქართველ ებრაელებსაც, მაგრამ ძალიან საინტერესოა და ეს დრამატურგიული კონფლიქტი მდგომარეობს ზუსტად იმაში, რომ დღეს უკვე ბრილიანტების ბაზარი იცვლება ზოგადად და ზოგადად რევოლუცია ხდება ბრილიანტების სამყაროში, რაც განპირობებულია ახალი თაობის ბრილიანტებით, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი ბრილიანტები, რომელიც მზადდება. ბაზა რა არის? ბაზა არის ძირითადად ნამდვილი ბრილიანტი, პატარა ზომის ბრილიანტი, რომელიც ჩვეულებრივად ქარხნებში, ჩინეთში, ინდოეთში მზადდება. ძალიან საინტერესო დეტალია ამას და შემდეგ, ესე ვთქვათ, სულ რაღაც მილიონობით წლები სჭირდება ნამდვილ ალმასს, რომ ის მივიღოთ იქიდან რაღაცა 2 კარატი, 3 კარატი, 5 კარატი და აი აქ ამ შემთხვევაში უკვე CVD-ს ეძახიან ამ ბრილიანტებს. აქ უკვე 3 თვეში ჩვენ ვიღებთ პატარა ბრილიანტის ნიმუშიდან ქიმიური რეაქციების შედეგად. ახლა ძალიან უხეშ შედარებას გავაკეთებ. ჩინეთი ცნობილია ძალიან ესეთი დიდი ინდუსტრიით ყველა სფეროში და რეალურად ესეთი ერთგვარი, აი ცუდი ესეთი ფორმით რო ვთქვათ, მეორადი გარკვეული ფორმების შექმნით ძალიან ცნობილი ბრენდების შემთხვევაში, ხო? იგივეა ბრილიანტებთან დაკავშირებით? აი, აქ ძალიან საინტერესო ასპექტი არის ის, რომ ეს არ არის მეორადი ან რაღაც აი ჩვეულებრივი ბრილიანტია. რეალურად უბრალოდ იმის გამო, რომ ის მილიონი წლის განმავლობაში არ მზადდებოდა წიაღში, ამის გამო აი ეს არის განსხვავება ფაქტობრივად, თორემ თავისი მოჭრის ხარისხი, ფერი, ყველაფერი აბსოლუტურად არის ერთი და იგივე და ჩვეულებრივი თვალი მას ვერ გაარჩევს. მას რა თქმა უნდა სერტიფიკატი, რომელსაც აიდიც განსხვავებულია ალბათ, ხო? კი, სერტიფიკატით შეგიძლია შენ დაადგინო ეს CVD-ა თუ ჩვეულებრივი ნატურალური ბრილიანტია. ფასი, რა თქმა უნდა, ფასში არის ძალიან დიდი სხვაობა. მაგრამ სწორედ ეს არის პრობლემა, რომ ბრილიანტების ბაზარი უკვე გადადის ახალ ეპოქაში, სადაც უკვე CVD-ს უფრო მეტი მომხმარებელი ყავს, ვიდრე ნამდვილ ბრილიანტს, იმიტომ რომ რეალურად ერთი და იგივე ბრილიანტი გაქვს. უბრალოდ რაღაც ორიგინალი არ არის ის და ფასშიც ძალიან დიდი განსხვავება არის. შემთხვევაში საშუალება დაგედგინა ვინ არის მყიდველი ამ შემთხვევაში CVD-ს და ნამდვილი ბრილიანტის. ძირითადად ნამდვილი აი ჩვენ ვიყავით ზუსტად ბრილიანტების მსოფლიო ცენტრში, სადაც აი ეს მთელი ზოგი აუქციონზე გადის, ზოგი ბრილიანტი, ზოგი ვთქვათ ჩვეულებრივად ბაზარზე, ზოგი მთელს მსოფლიოს აწვდის ანტვერპენი ბრილიანტებს და მან არის ძალიან საინტერესო ზუსტად ეს დეტალები, რომ ჩვეულებრივად ვისაც ვთქვათ, აი ნაკლებად შეძლებული ადამიანები უფრო CVD-სკენ იხრებიან ბუნებრივია, მაგრამ იმდენად ბევრი არიან ეს, რომ ცხადია, უფრო მე გაყიდვადი დღეს არის CVD-ს. შეუიარაღებელი თვალით ბუნებრივია ამის შემჩნევა შეუძლებელი იქნება, მაგრამ აი იმ სიტუაციებში, სადაც ადამიანები მიდიან მაღალი წარმოების ბრილიანტებით, აი შერეული CVD როგორ გამოიყურება ნეტა? იცით რა არის რეალურად ყველა ბრილიანტს, ჯერეთი კიმბერლის პროცესს გადის ყველა ბრილიანტი, იმიტომ რომ არსებობს ბრილიანტები, რომლებიც დიახ, აი ეს არის სისხლიანი ბრილიანტები, ეგრეთ წოდებული, რომელიც კონფლიქტურ ზონებში მოიპოვება, იგივე აფრიკაში, სიერა ლეონეში განსაკუთრებით. ძირითადად აფრიკა არის ის კონფლიქტური რეგიონი, საიდანაც ფაქტობრივად ყველა ფანტაზიას აკმაყოფილებს ეს ბრილიანტები.
და ჩვენ ვესაუბრეთ იქ ბრილიანტების მსოფლიო ცენტრის მთავარ წარმომადგენელს ალავი მუსტეინი გახლავთ ეს ადამიანი, რომელმაც მოგვიყვა ამის შესახებ, რომ ყველა ბრილიანტი აბსოლუტურად ანტვერპენის პორტში, რომელიც შემოდის, გადის კიმბერლის პროცესს, რომ დადგინდეს ის არის სისხლიანი ბრილიანტი თუ სისხლიანი ბრილიანტი ის ვერ მოხდება ანტვერპენის. ეს არის ძალიან საინტერესო. ბრილიანტების მსოფლიო ცენტრში. ანუ წარმომავლობას იკვლევენ საიდან არის. დიახ, მაგრამ ზუსტად ეგ იყო ძალიან საინტერესო, რომ ჩვენ გამოვიკვლიეთ ის ნაწილი, სადაც რაღაც გზებით მაინც ხვდება ეს ბრილიანტები, ეგრეთ წოდებული შავი ბაზრის და შავი ხვრელებით ალბათ. კი ბატონო, ადრე უფრო რუსული ბაზარი იყო. ახლა ბუნებრივია ამ სანქციებიდან გამომდინარე, რაღაც შეზღუდვები არის დაწესებული, თუმცა ერთ ასეთ ამბავსაც მოუყარით ყური, რომ რუსეთი მაინც თქვათ წყალქვეშა ნავებით გადმოაქვს ეს ბრილიანტები, თუმცა ჩვენი კვლევის თემა უფრო იყო აი ეს პრობლემა და ასევე შევეხეთ იმ გახმაურებულ ძარცვასაც, რომელიც ალბათ გახდება 2003 წელს მოხდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძარცვა, რომელსაც დღეს უნივერსიტეტებშიც კი ასწავლიან ამ ძარცვის შესახებ, როგორ მოახერხეს შესვლა ადგილში, სადაც ფაქტობრივად ევროპაში ყველაზე დაცული ტერიტორია გახდათ ეს, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით ახლა 24 საათის განმავლობაში პოლიციას საერთოდაც თავისი შტაბი აქვს იქ და ერთი პატარა ქვაც რო დავარდეს ან რაღაც ის პოლიციამ უკვე იცის. და როგორ მოხდა ძარცვა? და ეს ძარცვა მოხდა ძალიან საინტერესოდ, სადაც უფრო ცლად რა თქმა უნდა ვისაუბრებთ. თვითონ ფილმში ვისაუბრებთ ამაზე ვცლად. ლეონარდო ნოტარ-ბარტოლო იყო ერთ-ერთი ესეთი იტალიური მაფიის წარმომადგენელი, რომელიც მთელი 3 წლის განმავლობაში გეგმავდა ამ ძალიან გახმაურებულ ძარცვას, ასეთ ტერმინს მიმართავდა, თუ ვერ მოიპოვებ შეუერთდი და აი შეუერთდა ამ ბრილიანტების ცენტრს, დაარეგისტრირა თავისი თავი როგორც ერთ-ერთი ბრილიანტის მიმღებად და თავისი ოფისი ჰქონდა იქ და შემდეგ ესე და ესე მოახერხა დაჭერილია? კი, მაგრამ საკმაოდ ცოტა ხნით მოხდა მისი დაჭერა, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერად მოახერხა ეს ყველაფერი და დაუფასეს. 100 მილიონი ევროს ოდენობის ბრილიანტი დღესაც არ არის ნაპოვნი. მიუხედავად ამისა, 6 წლით იჯდა ის მხოლოდ ციხეში და სად არისო ამბობს თუ არა? არა, რა თქმა უნდა, ეს ცხადია, ეს ალბათ უკვე მათი მაგ უნდა იბარაუდო, რომ აქ არის ძალიან შორს გასული ფესვები და ალბათ ამის გამო ბოლომდე ამას ვერასოდეს ვერ გაიგებს. და კიდე რაც ერთ-ერთი მთავარი პატარა ბლოკი არის, ეს გახლავთ ბრილიანტი როგორც ხელოვნების ნიმუში. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ამ გადაცემის. აქ უკვე იშლება პანორამა მთლიანად. აი ეს ბრილიანტები, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრილიანტების მუზეუმი, ასევე ბრილიანტების დედაქალაქშია, რა თქმა უნდა, დივა, სადაც წარმოდგენილია მე-15 საუკუნიდან 21 საუკუნემდე, რაც თუ საინტერესო ბრილიანტი ყოფილა, არისტოკრატების ცხოვრებაში რა ადგილი ეჭირა ამ ბრილიანტებს და იქ ჩვენ ვნახეთ, რომ სუფრის დეკორზეც კი გამოიყენებოდა ეს ბრილიანტები და შემდეგ საეკლესიო ცხოვრებაში როგორ შედის ეს ბრილიანტები, ხო? აი უკვე მე-16, მე-17 საუკუნეში აქტიურად გვხდება ეს ბრილიანტი. მე შემდეგ ძალიან საინტერესო იყო კიდევ ის ნაწილი, რომ რეალურად დღეს როგორი მოჭრის ხარისხითაც ჩვენ ვხედავთ ბრილიანტს, ეს რეალურად ერთი ადამიანის დამსახურებაა, ეს გახლავთ ფრანგი კარდინალი მაზერინი, დღეს მაზერინის ჭრით ვიცნობთ ამ ბრილიანტებს, რომელმაც ნამდვილი ბრწყინვალება შესწინა ბრილიანტს. საერთოდ ხომ ამბობენ, რომ როცა ხელით ხდება რაღაცების დამუშავება, ის გაცილებით უფრო ხარისხიანი და საინტერესოა. დღეს ალბათ გამორიცხულია, რომ ეს ყველაფერი ხელით კეთდებოდეს. ახალი ტექნოლოგიების
ნაწილიც ძალიან საინტერესოა. დღეს უკვე სრულიად განსხვავებულ რეალობაში ხდება ამ ყველაფრის დამუშავება. იგივე ხელოვნური ინტელექტი ძალიან აქტიურად გამოიყენება, იგივე ლაზერული ჭრა ძალიან აქტუალურია, თუმცა მაინც ხელით დამზადებულ ბრილიანტებსაც თავისი რა თქმა უნდა განსაკუთრებულობა აქვს და აი ეს ანტვერპენი არის ზუსტად ის ადგილი, სადაც ეს ძალიან მაღალ დონეზეა, იმიტომ რომ ებრაელები აი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ფლობდნენ და თავიანთ შვილებს გადასცემდნენ ამ ცოდნას თუ როგორ უნდა მოხდეს ბრილიანტის ჯერ მიღება, მისი დამუშავება, მისი პოლირება და რა უნდა განასხვავებდეს ფერის, მოჭრის ხარისხის ბრწყინვალების მიხედვით და რა თქმა უნდა დღეს მაინც 40%-ია ებრაელების წილი ამ ბრილიანტების მსოფლიო ბაზარზე და ყველაზე საინტერესოა ის რომ რატომ გახდა, იმიტომ რომ 100% იყო ებრაელების წილი მანდ. ეხლა უკვე ინდოეთი შემოვიდა ბაზარზე, იმიტომ რომ ინდოეთში გაცილებით მარტივი მოსაპოვებელი არის და დამუშავება ძალიან იაფი ჯდება. ანტვერპენში ჯდება $1500 ვთქვათ, ხო? იქ მუშახელი რახან იაფია ინდოეთში. და ინდოეთიდან მერე აქ მოდის ეს ყველაფერი? ინდოეთში არა, ჯერ შემოდის ანტვერპენში. ყველა ბრილიანტი შემოდის ანტვერპენში. რა თქმა უნდა, ადგილობრივად იქაც ამუშავებენ ხოლმე, მაგრამ შემდეგ ზოგიერთი ყიდულობს ამას. განსაკუთრებით ინდოელი ბრაჰმანები აკეთებენ ამას. ეს მდიდარი ინდოელების კასტა არის, რომელიც უკვე 60%-მდე ავიდა ამ ბაზარზე და შემდეგ ხდება ამის დამუშავება უკვე ვთქვათ ინდოეთში იგზავნება და ინდოეთიდან უკვე გაცილებით ყველა ეკონომიკაზე აისახება ეს ყველაფერი. და რა არის საინტერესო კიდევ ეს მაინც ბუნებრივი ის არის წიაღისეული ესე რომ ვთქვათ მოპოვების სიხშირე რამდენად განაპირობებს მის საერთოდ განადგურებას საბოლოოდ და რამდენად შეიძლება მუდმივად ხდებოდეს მისი მოპოვება? ჩვენ ამ თემასაც ვეხებით, უფრო მისი მოპოვების ასპექტში, საიდან ხდება ზოგადად მოპოვება, რა პროცედურას გადის, რა არის, როგორია ბრილიანტის გზა ზოგადად. რაც შეეხება ახლა თქვენს კითხვას, ამასთან დაკავშირებით არის თუ არა ეს საბადო? ზოგადად ყველა რესურსი ამოწურვადია, თუმცა ჯერჯერობით არსებობს იგივე რუსეთის აქვს ძალიან დიდი რაოდენობით ამისი პოტენციალი და აფრიკის ქვეყნებშიც ჯერჯერობით საკმაოდ და რა კარგია ყველა ქვეყანამ რომ მიხედოს იმ პოტენციალს რაც აქვს და ისაკეთოს რაც შეიძლება ხალხისთვის იყოს ასიკეთო. აი ის რაც ვახსენე ეს ხელოვნურად შექმნილი ბრილიანტები ჩაანაცვლებს თუ არ ჩაანაცვლებს ამას. აი ეს პრობლემატიკა დგას დღეს და ამაზე უკვე 10 წელია საუბრობენ თვითონ ეს ქართველი ებრაელებიც ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ იქ და ყველაზე საინტერესო პროცესი ამ ფილმის ყველაზე საინტერესო ნაწილი ჩემი აზრით ზუსტად არის ის როდესაც უკვე შემოდის ანტვერპენის პორტში ეს ბრილიანტი შემდეგ ძალიან სერიოზული დაცვის ქვეშ იმყოფება ეს და მიდის უკვე აი ამ 1 კვადრატულ კილომეტრზე სადაც ჩვენ ვიმყოფებით ეს ქუჩა არის რაღაც სასწაული რომ შედიხარ ამ ქუჩაზე იქ ყველა მუშაობს აბსოლუტურად და ყოველ წუთში დადის პოლიცია აბსოლუტურად ჩვენ პირადად მიუხედავად იმისა რომ ჩვენ შეთანხმებული გქონდა ყველაფერი და აკრედიტაცია მე გავიარე 4 ფედერალურმა პოლიციამ გადაგვამოწმა მაინც თუ სადმე დაყვებოდა პოლიცია ყველგან აბსოლუტურად. და ბოლო კითხვა მაქვს, საქართველოს და ბრილიანტების კულტურა თუ არსებობს ასეთი რამ საერთოდ და როგორ? ბუნებრივია, ეხლა ძირითადად ქართულ ბაზარზე ჩემთვის რამდენადაც ცნობილია ძირითადად იტალიური ბრილიანტები და იტალიური ოქრო უფრო აქტუალურია, მაგრამ რახან ეს ქართველი ებრაელები ანტვერპენში მსოფლიოს ეპიცენტრში ბრილიანტების ეპიცენტრში არიან, ბუნებრივია აქაც ექნებათ კავშირები თავისთავად ეს წამოიწიოს ეს ტენდენცია. ძალიან დიდი მადლობა ნოე, თუ რამის დამატება გინდა სიამოვნებით. პრინციპში ყველაზე მთავარი სათქმელი თავად ფილმში გაჟღერდება, რომელსაც
მე ძალიან ახლა მოკლედ ვისაუბრე ანონსის ამბავში. და სად შეიძლება ფილმი ნახონ მთლიანად, იმიტომ რომ შეიძლება გადაცემაც თანმიმდევრულად ვერ მიყვეს მაყურებელი. მთლიანი ფილმი აუცილებლად 2 კვირის ბოლოს განთავსდება YouTube არხზე. ანუ როცა დასრულდება აჭარის ტელევიზიის ჩვენება. ეს იქნება დაახლოებით საათი და 15 წუთი და ეს იქნება ფილმი, რომელიც აუცილებლად გამახსენდა ეხლა და უნდა აღვნიშნო. მე აბსოლუტურად როცა ვსწავლობდი ამ თემას, შევისწავლე თუ რა ფილმები არსებობდა ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს ფილმი უკვე ახალი ბევრ სიახლეს შეხვდება ამ კუთხით მაყურებელი, იმიტომ რომ ეს ფილმები BBC-ს ფილმები და არსებობს კიდევ რამდენიმე ამერიკული ტელეკომპანია, რომელსაც აქვს გაკეთებული სადღაც 40 წუთიანი ფილმი ამასთან დაკავშირებით. აი აქ უკვე სრულიად განსხვავებულ აქცენტებს და ძალიან ბევრ სიახლეს ნახავს ამ ფილმში. ძალიან საინტერესო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, გილოცავთ აი ამ შესანიშნავი ნამუშევრის დასრულებას, იმიტომ რომ წარმომიდგენია რამდენად დიდი შრომა ამ ყველაფერში ჩადებული. გილოცავთ თქვენ და თქვენს შემოქმედებით ჯგუფს. ჩვენი სტუმარი გახდათ ნოე დუმბაძე და ჩვენ საუბრობდით ბრილიანტების ქალაქის ანტვერპენის და ზოგადად ბრილიანტების წარმოების შესახებ, რომელსაც მიეძღვნა ფილმი, რომელიც ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი თემა გახდათ. ახლა ვაგრძელებთ გადაცემას. მხატვრობა ყოველთვის ყველასთვის ძალიან საინტერესოა, მაგრამ ძალიან საინტერესოა კიდევ უფრო მაშინ, როცა ის ყველასთვის მისაწვდომია და შეიძლება უბრალოდ გაიარო ქუჩაში და დაინახო ნებისმიერ კედელზე ის, რასაც არ ელოდები. სწორედ ეს იქნება ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის მთავარი თემა. ჯერ ანა ვაშაყმაძის სიუჟეტი ვნახოთ და შემდეგ სტუმარს წარმოგიდგენთ. მისი ნახატები უჩვეულო გარემოში შეხვდა დამთვალიერებელს. იოსებ ჯორბენაძემ ბათუმს თავი ქუჩის მხატვრობით დაამახსოვრა. პირველი პერსონალური გამოფენის მოწყობაც სიმბოლურად მშობლიურ ქალაქში გადაწყვიტა. იმის მიუხედავად, რომ თავისი ნამუშევრები ახლა არა ქუჩაში, არამედ მუზეუმში გამოიფინა მისთვის პირველ სახელოსნოდ, მაინც ქუჩა რჩება, რადგან პირველად სწორედ აქ შეძლო თავისი სათქმელის მკაფიოდ და მასშტაბურად გადმოცემა. ბათუმის ქუჩებში, შენობების კედლებზე შესრულებული გამორჩეული ნახატებით განებივრებული ადამიანები ქუჩის მხატვრის მიერ შექმნილი ნამუშევრების დასათვალიერებლად აჭარის ხელოვნების მუზეუმში შეიკრიბნენ. ისინი, ვინც იოსებ ჯორბენაძის შემოქმედებას წლებია თვალს ადევნებენ, აღნიშნავენ, რომ სამუზეუმო სივრცეში მისი ნახატების ხილვა ერთგვარი სიახლე და ახალი სიტყვაა მხატვრის შემოქმედებით ცხოვრებაში. როცა ესეთ სივრცეში იყრის თავს, უკვე ესეთი ნამუშევრების შესაბამისად უკვე ჩნდება ის განცდა, რომ გაცილებით ახლოს მოვიდა თითქოს ეს ნამუშევრები ჩვენთან. მიუხედავად იმისა, რომ კედელზე განმოტანილიც ასევე რაღაცნაირად ქალაქს სხვანაირ ელფოს წეს. მიუხედავად იმისა, რომ ვადევნებდი კიდეც თვალს რაღაცნაირად მუშაობის პროცესს, მაინც სრულიად ახალი ემოცია მოიტანა, განსხვავებული, როცა ესეთ სივრცეში მოიყარა თავი და ზუსტად ამიტომ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ხელოვნებისთვის მსგავსი თავშეყრის ადგილები, სადაც ახალგაზრდებსაც ექნება შესაძლებლობა, რომ ნახონ, მოინახულონ და დაინახონ რეალურად ეს ჭეშმარიტი ხელოვნება, ესე რა ვთქვა. თავიდან მომდა საინტერესო კონცეფცია, საინტერესო იდეა, პირველ რიგში ის, რომ ქუჩის მხატვრობა შემოიტანო სამუზეუმო სივრცეში. შთაბეჭდილებას ტოვებს, იმიტომ რომ დიდი ფორმატის ტილოებზე არის მოთავსებული ძალიან უბრალო თემატიკები, წამოღებული ქუჩიდან. ქუჩის მხატვრობას ახლავს ძალიან დიდი ინტერაქცია. ქუჩის მხატვრობის შექმნის პროცესი მიმდინარეობს მაყურებელთან, დამთვალიერებელთან ერთად. იოსები ძალიან ხშირად საუბრობს ამაზე, რომ პროცესში ხატვის იქ ადამიანები ხვდებიან, ეხმაურებიან, ეს ყველა შთაბეჭდილება ახდენს გავლენას იმისთვის, რომ აი საბოლოო ნიმუშამდე მიხვიდე. ქუჩის ხელოვნების აკადემია, ასე ქვია გამოფენას, რომელსაც აჭარის ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს. გალერეა ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს საშუალებას აძლევს ქუჩის მხატვრის ნამუშევრები ერთ სივრცეში დაათვალიერონ და გახდნენ იმ ინოვაციური პროექტის მონაწილეები, რომელიც ქუჩის მხატვრობის სამუზეუმო სივრცეში გადატანას გულისხმობს. არ არის იოლი, რომ ესეთი ტრანსფორმაცია მოხდეს მხატვრის და ეს ამოცანა მე მინდა ვთქვა, რომ იოსებმა შესანიშნავად შეასრულა. აქ წარმოდგენილი მისი სტილი, მისი ცხოვრების გზა, მისი ხედვა, შინაარსი აფიქრებს ადამიანს მომავალზე. ეს არის
დიდი იმედის მომცემი გამოფენა ჩემი აზრით, რომელიც მანამდე ჩვენ ესეთი არც ქონია, თავისი შინაარსით, თავისი გამოსახველობით და იმ სათქმელით, რომელიც იოსებს სურს უთხრას თავის დამთვალიერებლებს და მაყურებელს. ისე როგორ იქნებოდა ქუჩის მხატვარს თავისი ხელოვნება შენობის მიღმაც რომ არ ეჩვენებინა. იოსებ ჯორბენაძემ გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს ერთგვარი პერფორმანსით შესთავაზა. ქუჩაში გამლველიც მარტივად შეამჩნევს მუზეუმის გალერეასთან შეფერადებულ ბოთლებს, რომელიც მიუთითებს, რომ კარს მიღმა რაღაც საინტერესო ელოდება. დიდი მადლობა ანა ვაშაყმაძეს და ახლა გადავალ იოსებ ჯორბენაძესთან და ვკითხავ როგორია ჩარჩოში ყოფნა გაშლილი სივრცეებიდან მუზეუმის საგამოფენო დარბაზში. საღამომშვიდობის და მადლობა. მადლობა თქვენ რომ ინტერესდებით ყოველთვის შემოქმედებითი ექსპრესიით და ყოველთვის ეხმაურებთ იმ თემატიკას, რაც ქალაქში და რეგიონში ყოველთვის აქტუალურია. მე მინდა მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რაც იხილა მაყურებელმა და შეუძლია კიდევ ბევრმა ნახოს ჯერ კიდევ. კი, ჯერჯერობით არის, რამდენიმე დღე კიდევ გაგრძელდება და ვინც ვერ მოახერხა თუ ვერ მოასწრო, არაფერი არაა ჯერ დაკარგული, ყველაფერი წინ არის, ნამუშევრები თავის ადგილზე არის. ჩარჩოებს რაც შეეხება, ჩარჩოები. პირობითი ჩარჩო. რა თქმა უნდა, მე მესმის ამ კითხვის შინაარსის და მე მგონია რომ მთელი სამყარო რაც არ უნდა დიდი იყოს და მზარდი, ის არის მაინც რაღაც ერთგვარი ჩარჩო. შესაბამისად, არ არსებულია ისეთი სივრცე, სადაც რაღაცა კონტინგენტი, რაღაცა შენი პერსპექტივა არ გაქვს, რომელიცაც აქვს საწყისი და დასასრული. მე ვფიქრობ, რომ ჩემმა ნამუშევრებმა, ჩემს გარეშეც გაართვა თავი ამ ყველაფერს და გალერეაში თავიდან როგორც კი შეიჭყიტინა, თავისი ადგილი მოძებნა, დამკვიდრდა და ყველა გამლელს თავის სიტყვას თვითონვე ეუბნება ჩემს გარეშეც. ეხლა მე რა მაინტერესებს, ტექნიკურად როგორ განხორციელდა, უშუალოდ street art-ი გადავიდა ჩარჩოებში? ძალიან საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ street art-ი ქუჩაში როდესაც ნახატი კეთდება, თავისთავად და კედლის ჩარჩოში არსებობს, მაგრამ არის უზომოდ დიდი და ძალიან სხვანაირი გამოსახველებითი პერსპექტივა. მე ვფიქრობ, რომ street art-მა ის გამოცდილება, რაც მე მომცა ქუჩაში და ვფიქრობ, რომ სტუდიაში მიღებული გამოცდილება მხატვრისთვის საერთოდ სხვა და ძალიან ლაკონურია, მე ასე მინდა თქვა ემოციის სახით, მაგრამ ქუჩაში არის ძალიან დიდი ექსპრესია და შენ ვერასდროს ვერაფერს გათვლი წინასწარ. ადამიანურ ჩარჩოებში. ქუჩა გამუშავებს განათებიდან დაწყებული ყველა დეტალით და მზის ჩასვლა ამოსვლიდან. აი მე მინდა აღვნიშნო, რომ საყვარელი მომენტია, როდესაც ამწე კალათით სიმაღლეზე ხარ და საერთოდ არანაირი ხმა არ ისმის, მაგრამ ბათუმს გქონი ერთი ესეთი ძალიან კარგი თვისება, მე სხვა ქალაქებშიც მიხატია მაღალ შენობებზე და მინდა თქვა რომ ბათუმში თუ ზღვასთან მაინც შედარებით ახლოს ხარ და ტალღის ხმა გამაყურებლად მაინც გესმის. რა თქმა უნდა ამინც გააჩნია, რა თქმა უნდა მზეც უნდა იყოს და ოდნავ ქარი თუ გარხევს და ცოტა შიშის გრძნობას გიტოვებს, უფრო საინტერესო ხმა აქვს ბათუმს ამ დროს. ეს არის ყველაზე დიდი ხმაური, რაც კი გამიგია შემოქმედებით სიჩუმეში, ესე შეიძლება ვთქვა. და მე ვფიქრობ, რომ street art-მა რა გამოცდილებაც მომცა, გამოსახველობის სხვა ფორმა მიიღო და თავისთავადად თვითმყოფადური გზით გააგრძელა სვლა მუზეუმისა და გალერეების. სად არის უფრო მეტი კომფორტი? კომფორტი არის იქ, სადაც შენ ხვდები, რომ დებ ნამდვილს, დებ გულწრფელს და ნამუშევარს მე სიმართლე რო ვთქვათ, არის ნამუშევრები წარმოდგენილი საგამოფენო დარბაზში, სადაც რომელი ნახატებიც ისეთ ვიწრო და პატარა სივრცეში მაქვს შესრულებული, რომ შეიძლება ითქვას გალერეაში მეც პირველად ვნახე რამდენიმე მათგანი გალერეაში გაიშალა ისეთი უფრო დიდი სივრცე გამოჩნდა ხო? შესაბამისად ეს ძალიან საინტერესო დეტალია თქვენი შემოქმედების, იმიტომ რომ აი ესეთ ფართო სივრცეში მუშაობას შეჩვეული ადამიანი როცა რაღაცა პატარას აკეთებს და მე უკვე ის პატარა სივრცე ხო არ არის დიდი გალერეა ხდება მისთვის დიდი, ესეც ძალიან ნიშანდობლივი ფაქტორია. კონტროლს სწავლობ ჩემი აზრით, პირველ რიგში ემოციის, შემდეგ ხელოვნების, იმიტომ რომ ეს არ არის ცუდი ლაგამი ხელოვნებისთვის. რა თქმა უნდა, უყვარს თავისუფლება, უყვარს ამბოხი, უყვარს ბოხემა, მაგრამ აი კარგი ცხენი უნდა იყოს ჩემი აზრით ხელოვანისთვის ხელოვნება და თქვენ ერთად უნდა მიაბიჯებდეთ იმ მაღალი მთების დაპყრობა ერთად უნდა შეძლოთ. შესაბამისად, ეს სინთეზი ხელოვნებასა და ხელოვანს შორის ყოველთვის უნდა იყოს თან
განცვალებადი და ფუნდამენტი, რა თქმა უნდა, უცვლელი. გადის დრო, გადის წლები, ჩვენ გვემატება გამოცდილება, შეხედულებები იცვლება, ფერები იძენს სხვა ფერებს, კომპოზიციები შობს სხვა კომპოზიციებს და შესაბამისად აქ უნდა წაყვე შენს ხელოვნებას და ხელოვნებაც უნდა წამოყვე შენს. ეს ერთგვარი ინტიმური ურთიერთობაა და ტილოსთან მუშაობა კიდევ გაცილებით მეტი ინტიმი და გაცილებით პირადი. და კიდევ არის ერთი მომენტი, როცა საგამოფენო დარბაზში რეალურად შეგიძლია დააფიქსირო და გამოსცადო მაყურებელი არა როგორ ქვია იმ ადამიანების ვიზიტორების ხო რეაქცია ეს უფრო თვალშისაცემია უფრო ახლოს ხარ ამ რეაქციასთან ქუჩაშიც რასაკვირველია ეს მაგრამ ის მაინც საყოველთაოა და შენი ნაკლებად არის ალბათ არა კედელზე რო არის უკვე იქ რაღაც სუბიექტურ კუთვნილებას ნაკლებად გრძნობს თუ ცდები საინტერესო ხაზია რომელსაც აუცილებლად უნდა ესეთი გამოყოფა რომელსაც შევეცდები რომ აუხსნა ეხლა მაყურებლისთვის ქუჩაში როდესაც შენ ყავს მნახველი მაყურებელი ამ თქმელი კომენტატორი ხო ის არის რომელიც ძირითად შემთხვევაში უნებლიეთ ეფეთება ამ ხელოვნებას. და ეს არის ძალიან საინტერესო რეაქცია. იმიტომ რომ შენ შეიძლება 10 წლის ან 20 წლის მანძილზე ერთი და იგივე გზას გადიოდე სახლამდე და უცებ ერთ დღეს ვიღაც კერათფიანი ახალგაზრდა დგას და რაღაცა ფერად რაღაცას გნის. ეს არის ძალიან დიდი და აი ჩაკუჩივით უცაბედი რეაქცია როგორია აი ეს უცებ რო გადაეყრება ვიღაცა. ძალიან საინტერესო. აი მაქეთკენ მივდივარ რომ არის სხვადასხვა გვარი? კი, ხედავ ადამიანი როგორ ვერ აკონტროლებს იმ ემოციას, რომელიც მას უნდა რომ გამოწვევს. შეიძლება ის იყოს კარგი ემოცია და ამ კარგიდან გამომდინარე შეიძლება ცუდად გამოხატოს და რა თქმა უნდა არის ხალხი, ვინც ცუდად გამოხატავს, მაგრამ აი რატო გამოხატავს ცუდად კედელს ვრი? არა, ადამიანს უბრალოდ აი რაც წეგან აღნიშნე, ის მიჩვეულ კომფორტს ურღვევ და ხელოვნება სწორედ ესაა, გამოღვიზება, რომ შენ შეგახსენოს, რომ ხელოვნება, სილამაზე შემოქმედება და შენი სიღრმის ამონათება ყოველთვის ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს შეიძლება დაგხვდეს და შენ ამისთვის ემოციურად მზად უნდა იყო. შენ ამის მიღება უნდა შეგეძლოს და მე ვფიქრობ, რომ ადამიანები ნელ-ნელა ვსწავლობთ ურთიერთგაგებას, როგორც ხელოვანები და ვიზიტორები, ასევე პირიქით და მთელი შემოქმედება ჩვენი ერთგვარი მედიატორი უნდა იყოს. გალერეაში რა თქმა უნდა პირიქითაა. აქ მიზანმიმართულად მოდის ხალხი. უბრალოდ სიურპრიზად დარჩენილი ნახატებია მათთვის მოულოდნელობა და თუმცა მე არ მიყვარს აი იმ ტიპის გახსნაზე ნახატების დათვალიერება, იმიტომ რომ ეს უკვე ამდენი ადამიანი ერთად ხელს მიშლის და მირჩევნია იყოს სიმშვიდე. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ხვალზე ერთობლივად დავათვალიეროთ სიწყნარეში. მე ძალიან მიხარია რომ იმდენი ადამიანი იყო გალერეაში რომ მართლა წრის გაკეთება იყო შეუძლებელი და ძალიან დიდი მადლობა მათ ყველას ვინც მოახერხა მოსვლა ვინც შორიდან გულშემატკივრობდა და მე აღარ შემეშინდება ამ სიტყვის და გამოვიყენებ სიტყვა ანშლაგი ამ ყველაფერს ძალიან მოუხდა და მე ვარ უზომოდ კმაყოფილი და ბედნიერი რომ ამ გარე პერიმეტრზე იყო რაღაცა საოცრად ბევრი ხალხი და აუცილებლად უნდა კითხოთ ეხლა ცოტა სარკასტული საკითხია უკვე ბათუმში ისეთი მაღალი შენობები წამოგვეწია და იმდენად დიდია სიმაღლე რომ რეალურად იმ სიმაღლეებზე ხატვას აზრი არ აქვს და შეიძლება მათი ფასადიც უკვე ისეთი ტიპის მასალით არის მოპირკეთებული რომ იმაზე ფიზიკურად ვერ დახატავთ ხო აი როგორ არჩევთ კედელს და რა არის აი სიმაღლე ახსენეთ თქვენ ისეთი ოპტიმალური სიმაღლე იმისთვის რომ დახატოთ აზრი რო კონდეს დახატვას ჩემი არქიტექტორი მეგობრები ამბობენ რომ ეს შენობები ჟარგონულად ვთქვა არის ჩაშუშული შენობები შესაბამისად ეს არტისტისთვის რა თქმა უნდა არ არის სახარბიელო გარემო მაგრამ სანამ არსებობს ფასადური კედლები და ეს იარსებებს მუდმივად რომელიც განახლებედია რა თქმა უნდა დიახ და ქალაქის ურბანულ ვითარებას უხდება ამას პლუს ემატება შემოქმედებითი გამრავალფეროვნება შერჩევა დაგეგმა და ამის შესრულება არის ძალიან რთული პროცესი მე შემიძლია ძალიან ბევრჯერ ვილაპარაკო ამაზე და ძალიან იმიტომ ეს არ არის ახლა მაყურებელს არ ეგონოს რომ ადგება იოსებ ჯორბენაძე მიადგება რომელიმე კედელს და დახატავს ამას უძღვის წინ ბევრი პროცედურა ძალიან ბევრი რაღაცის გატანა გიწევს იდეების დამტკიცება გიწევს ფაქტობრივად ყოველ ჯერზე უკვე თითქმის 9 წელი გავიდა რაც მე ამ საქმით ვარ დაკავებული მაგრამ ყოველ ჯერზე ყოველი თითეული ნახატი ეს იქნება 1 კვადრატი თუ იქნება 1000 კვადრატი მნიშვნელობა არ აქვს ზუსტად იგივენაირად მიწევს იმ პროცედურების გავლა როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს მოუწევდა ეს street art არ იყო
შეზღუდული, არც ახლა არის შეზღუდული, მაგრამ არსებობს რაღაცნაირი ჩარჩოები, რომლებსაც ადამიანი ერგები. მაგრამ მე ვიტყოდი აქვე, რომ ბევრი რაღაცა შეიცვალა, ურთიერთთანამშრომლობიდან გამომდინარე რაღაცებს, ანუ ერთმანეთის მოსმენა ვისწავლეთ მე როგორც ხელოვანმა და როგორც ქალაქმა. ჩვენ თუ ამას ასე გავაგრძელებთ ურთიერთთანხმობაში თუ შევალთ, მე შემიძლია პირობაც კი დავდო, რომ უფრო მეტ შემოქმედებით კედელს ვპირდები საზოგადოებას და უფრო მეტ აღზრდილ თაობას ამგან. ერთი საინტერესო კითხვა კიდე, რომელიც აუცილებლად გაუჩნდებოდა მაყურებელს, არის თუ არა ასეთი შემთხვევები, როცა განახორციელეთ გარკვეული სამუშაო და მერე ის სახლი დაინგრა. სახლის დანგრევა ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ ყოფილა კედლები, რომლებიც გამქრალა, გადაუღებავთ, რა თქმა უნდა დანგრეულა შენობა ნაგებობებიც. ისტორიული ძეგლები ელემენტალურად, რომელიც ხრება ჩვენს თვალწინ. ეს დასაწყისში ყველაზე მეტად თუმცა ისტორიულ ძეგლზე არც დაგახატინებდნენ თავის დროზე ალბათ. თუ ნებართვას ითხოვ, შეიძლება არც ჩვეულებრივ კედელზე დაგახატინო. ყველაფრის ნებართვას თრითარც არ უყვარს, მოდი ესეც აღვნიშნოთ და შეხედულებები, რომლებიც არსებობს ჩემი მხრიდან ისევ რომ აი წლების წინ როდესაც მე მახსოვს პირველი ნამუშევარი რომელიც გაქრა მეორე დღეს ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია ჩემთვის მაგრამ მე ვისწავლე ამასთან ბრძოლ. მოდი ამას დავარქვათ აი ვანდალიზმი სურვილი გაუჩნდა სხვასაც რომ ზუსტად იქ ზუსტად იმ ნამუშევარზე შეექმნა რაღაც თავისებური. აი ეგეც საინტერესო შეკითხვა რამდენად არის დაცული ეს ყველაფერი დღეს? გავიდა დრო და ამას შევეგუეთ ნელ-ნელა ხო? აი რამდენად არის დაცული? ჩვენ ამის კონტროლი ნამდვილად შეგვიძლია იმიტომ რომ ელემენტარულად ჩვენ გვაქვს ევროპის მაგალითი და შეგვიძლია მარტივად გამოვყოთ სივრცეები, სადაც იქნება ლეგალური კედლის მხატვრობა დაშვებული. ჩვენ ამით პირველ რიგში თავიდან ავირიდებთ. ვანდალიზმისგან როგორ იცავთ? ვანდალიზმისგან ჩვენ ვერც დაცვას დავაყენებთ, ვერც კამერებს, მაგრამ ჩვენ თვითონ აქტს ვიცავთ კულტურაში. თუ ამას შევძლებთ და მივახსოვთ, რომ ქალაქში ექნება ლეგალური კედლები, რაც უფლებას მისცემს ადამიანს თავისი ნებისმიერი სახით ხელოვნება გამოხატოს ეგ. და კიდევ ერთი შეკითხვა, რამდენად არის კონკურენტული ეს ყველაფერი, კონკურენცია არის თუ არა? მე ვფიქრობ, რომ მე კონკურენტუნარიან გარემოში დავიწყე თვითონ მუშაობა. ხელოვნება ისეთი საკითხია მოგეხსენებათ, რომ ეს არ გავალდებულებს დილის 9 საათიდან 6 საათამდე მობილიზებას, მაგრამ გავალდებულებს, რომ იყო მუდმივ ფორმაში. რა თქმა უნდა, საკუთრივ ჩაგდებები შეიძლება და გეპატიება ხელოვანს ბუნებრივია, თუმცა მუდმივი ფორმატირება ჭირდება იმ შემოქმედებას, რაც შენს გულში მძვინვარებს, იმიტომ რომ საკმარისია შენ ჩააგდო რამდენიმე თვე და თრითათი არ გამოჩნდეს, აუცილებლად იცვლება იერსახე იმ კუთხით, რომ აი მე ქალაქს მაგალითად ყველა წერტილით და ყველა გასმული ხაზით ვიცნობ და კედლებით ვიცნობ მე ამ ქალაქს შესაბამისად მე ვცდილობ რომ სულ აი ესე პულსზე ხელი მედოს და ვგრძნობდე რა ხდება ამ ქალაქში სტრით-არტის მიმართულებით და არა მარტო ახალგაზრდები აი უფრო პატარა საკითხის ადამიანები მოდიან ამ მიმართულებით ეხა გამოფენა რომელიც გაიხსნა სწორედ ამ სახელით გაიხსნა სტრით-არტ აკადემია ქუჩის ხელოვნების აკადემია რაც ზუსტად ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელებაა და ის მოსწავლეები ვინც ყოველ წლიურად იცვლება, ინტერესდება სკოლის სახეს ამ ყველაფერს არ ვაძლევ, რადგან აკადემია გავაჟღერე რამდენიმე წლის წინ და ვცდილობდი რომ ჩემივე თავისგან ვცდილობდი რომ ის ქუჩაში შობილი ხელოვნება ქცეულიყო უფრო მისაღები, უფრო ნებისმიერი ადამიანის სივრცისთვის გასაგები და შესაბამისად მე დღემდე ხვეწავ და დღემდე ვცდილობ რომ განმოვითარო ეს ყველაფერი. ეს ახალგაზრდები ვინც ინტერესდებიან, ჩემთან ერთად მოძრაობენ, ჩემთან ერთად ხატავენ, არის ღია ვორქშოპები, არის დახურული ვორქშოპები და მასტერკლასები, პირად კერძო ბიზნესებთან თანამშრომლობის დროს პირად შეკვეთებზე დადიან და იქ სწავლობენ. თუმცა კიდევ ერთხელ გამიმეორდები, ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი სტრით-არტ პროექტი და ადგილობრივი ფესტივალი, რომ ეს ყველაფერი გახდეს უფრო ფართო. იმიტომ რომ არსებობს ძალიან ბევრი აზიზი ადამიანი, რომელიც არ იწყებს ყველა ბენდენით და ქუჩაში ხამით გავარდნით, ჩემი ღრმა წარსული რომ გავიხსენოთ და არის ხალხი და გვაქვს იმის გამოცდილება, რომ შეუქმნათ ამ საზოგადოებას, ამ ახალგაზრდებს გამოხატვის გარემო. აქ ძალიან დიდ ენერგიას დახარჯავენ და ძალიან სწორად მიმართავენ ამ ყველაფერს. მე შემთხვევით არ ვარჩევ, რომ ეს არის არც ჩვენთან არსებობს საქართველოში და ამასაც პირად საუბრებში ვუსვამ ხაზს ეთერში არა, მაგრამ ქუჩის აკადემია არსებობს და ჩვენ გვაქვს ქუჩის ხელოვნების აკადემია. შესაბამისად ჩვენ ვერაფერს ვერ გავექცევით და არც არაფერს უნდა გავექცეთ, პირიქით ჩვენ ყველა გამოწვევასთან ერთად უნდა ვისწავლოთ და ბოლო კითხვა. სხვა ჟანრის წარმომადგენლებთან თუ გაქვთ ურთიერთობა, ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის
წარმომადგენლებთან, თუ ხდება სინთეზური პრეზენტაციები დაუშვათ მუსიკოსებთან ერთად, ან ასე შემდეგ, თუ გიცდიათ ეს? რა თქმა უნდა, ბოლო გამოფენაზეც ეხა მუსიკალურ თანხლებთან ერთად შესრულდა პერფორმანსი, რაც იყო სრულიად დაუგეგმავი რამ. ჩვენ ვიცოდით უბრალოდ რომ ეს უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ მე არ ვიცოდი რა სახის სიმღერა დამხდებოდა, რა სახის ტემბრი დამხდებოდა და ასევე მუსიკოსმა არ იცოდა თუ რა შეიძლებოდა შემექმნა მე. ასე რომ ესა ყველაზე დიდი გამომხეტველობითი სინთეზი ჩემი აზრით და ჩვენ გვაქვს ასევე შემოქმედებითი თანხლება როკ პოეზიასთან და მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი უფრო ოფიციალურ სახეს მიიღებს და წარმოვაჩენთ კიდევ უფრო მრავალგზის ამ ყველაფერს და ნამდვილი არტ ექსპრესიაც შეიქმნება ქალაქში. ძალიან დიდი მადლობა არტ ექსპრესისგან. დიდი მადლობა იმისთვის რომ მართლა საინტერესო საქმეს აკეთებთ და ყველაზე საინტერესო არის ის რომ ბევრი ადამიანია ამაში ჩართული როგორც გარედან, ესეთი შოურიდან მაყურებლის სახით, ასევე აი იმ აკადემიაში, რომელმაც უკვე ფეხი მოიკიდა. მინდა წარმატებები გისურვოთ. ჩვენ საუბრობდით ქუჩის სამხატვრობის ხელოვნებაზე, street არტზე და ჩვენი სტუმარი გახდათ მხატვარი იოსებ ჯორბენაძე, რომლის გამოფენა გაიხსნა სწორედ გუშინ ბათუმის აჭარის სახელმწიფო მუზეუმში. ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება. დასასრულისკენ კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებს, მის სამხატვრო ხელმძღვანელს, რომელთაც მე ბუნებრივია დაუკავშირდები შემდეგ გადაცემამდე. შემდეგი სამშაბათი დიდი სურვილი მაქვს რომ დაეთმოს მათ. ნახვამდის საუკეთესო სურვილებით მომავალ სამშაბათამდე.